პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის განახლებული რეგიონების ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება, მათ შორის კახეთის რეგიონში. 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განახლებული რეგიონების ფარგლებში დღეს ვიმყოფებით კახეთში, მოვინახულეთ მუნიციპალიტეტები, ყველგან 63 მუნიციპალიტეტში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. განახლებული რეგიონების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვიყავით დღეს და დავათვალიერეთ, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები საგარეჯოს, დედოფლის ხაროს, გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ეს რა თქმა უნდა ახალ სიცოცხლეს აძლევს უკვე ამ ქალაქებს და შესაბამისად ის განაცხადი რომ უნდა 2024-ში გავაკეთოთ ევროკავშირში განაცხადი, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს და ამაღლებს იმ სტანდარტს ევროპული მუნიციპალიტეტების დონეზე, უნდა იყოს თითოეული მუნიციპალიტეტი პირველ რიგში რომ შესაბამისი განაცხადი გაკეთდეს.